მაინტერესებს. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ახალი ამბავი გავიგე. აი, რანაირი ხარ ჭორიკანა? არა, თქვენ არ ჩაერთებით, კაცო, თქვენ არ გამოგაჩენ. გათიში. არ გამოგაჩენ, რა გინდა ვიგე. უნდა იკითხო ჯერა და მე ჩემი. არ შეიძლება ეგრე თაკო. არ მომიშვერია დედა, მე ვჩანვარ მარტო. ნუ გეშინია, ლამაზი გოგო ხარ. მე საქმეყროდ გამოსვლა. აი, ახლა უფრო საქმეყროდ გამოდიხარ. აი, შენი ხმა ესმის ახლა ყველას. არა, ანოთეგი შენ არ. მოკლედ მეგობრებო, ესეთი რაღაცა გავიგე, რომ ჭორები დადის ჩემზე. მიხდიან თუ არა თანხას, ვარ თუ არა დაქირავებული აგენტი. აი ეს მინდა დღეს განვიხილო. ეხლა რა მაინტერესებს, იცით? სწორედაც რომ ძალიან ახლო პირებისგან გავიგე ესეთი რამე. დედიკო ერთი წუთი, თხილად ფეხზე არ დამადგე. ახლობლებისგან გავიგე ესეთი რამ, რომ ჩემზე თურმე არის ჭორი გავარდნილი, რომ მე მიხდიან თანხას რომ საუბრობ და საინტერესო ნეტა რას ვსაუბრობ, ხო? ნეტა რას ვსაუბრობ. ეხლა საკითხავი ის არის, რომ რაზე არის ჭორი გავარდნილი, მე რო ვსაუბრობ იმ საუბრებზე, რასაც ვსაუბრობ, მაგალითად თეოლოგიურ თემებზე, თუ როდესაც ვამხელ ყველა იმ ადამიანს, ვინც არასწორია. აი ამაზე მაინტერესებს, ხა თქვენგან გავიგო, აზრით ქვერას ფიქრობთ ჩემო მაყურებელო და მე იმასაც ვიტყვი, მიხდის თუ არა ვინმე ფულს იმაში, რასაც ახლა მე ვსაუბრობ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე მიხდის ფულს. ოღონდაც ვისაუბრო. და საქმე მქონდეს. მაინც ხო ჭორები. მეორე რიგში მინდა გითხრათ, ხო დედა გისმენ საყვარელის ყუზუტო. საყვარელი რომ შენიკევი არის ჩემი პალტოს ჯიბეში. ხო და მეგობრებო, ეგ ერთი უკვე გავიგეთ ვინ მიხდის ფულს. მარინოს რამდენს მიხდი ხოლმე ფულს აღარ მახსოვს. არა, კონფიდენციალურია მეგობრებო. ხუმრობ, ხალხო, ხუმრობ არ იცით? კონფიდენციალურია მეგობრებო, ჩემი მეუღლე მიხდის ფულს იმაში, რომ მე ყოველთვიურად მქონდეს შემოსავალი. მეორე YouTube მიხდის მეგობრებო ფულს. ახლა მეგობრებო, ჩვენი ის რო იყო, რა ქვია, სტუმარი რო იყო ერთი დამავიწყდა სახელი. გამახსენეთ სახელი რა? გუსტელი რო იყო ჩვენი სტუმარი გერმანიდან. ჩემი კურტკა რაც მასშია ხომ, ქურთუკი. იმაში დავსდეთ. გუსტელი რო იყო, მითხრა რომ ისო რა ქვია, იუთუბერი ხარო შენ, ცოდა? კი, მეთქი იუთუბერი ვარ, ამდენი მეთქი 1400 ვიდეო მაქვს შენ. ნუ ახლა გადავაჭერე 1000 ვიდეოემდე მაქვს მეთქი ჩაწერილი და სულ ცოტა მეთქი ამდენი საათი და ჩახედა ამ ბიჭმა და უიო, შენ შეგიძლია უკვე ჩართო მონეტიზირებაო რა და მონეტიზირება არის მეგობრებო, იცით რა? მონეტიზირება არის მაგალითად შენ რთავ გაქვს რაღაც მონაცემი, იმ მონაცემს შეადგენს მაგალითად 1000 გამომწერი ყავს და გაქვს ამა და ამდენი საათი პუბლიკაცია გაქვს, ხო თქვათ? ხო და აი ამ პუბლიკაციის დროს უთმობ ხალხს და ხალხი უყურებს შენს ვიდეოს და ამ დროს გამოხდება ხოლმე რაღაცა რეკლამა და ის რეკლამა გიხდის მერე შენ ფულს რა, ესეთი რაღაცა და გიხდის რაღაცა 1 ცენტს, თქვათ. ხო და გუსტელმა მითხრა რომ მოდიო ჩაგირთავო მონეტიზირებასო, ბარემო შენი არაფერი არ მიგისო თუ მაინც წერ ამ ვიდეოებსო, ჩაგირთავ ამ მონეტიზირებასო და ჩამირთო მონეტიზირება გუსტელს. არა დედიკო, დღეს რაც მეცვა ის. ხო და ჩამირთო გუსტელმა მონეტიზირება და ნუ მოკლედ იქ რაღაცა გავაგზავნე, მოვიდა გადამამოწმეს მართლა ეს პირი ვარ თუ არა. ჩამირთეს მონეტიზირება და სხვათა შორის ახლა YouTube მიხდის ფულს. მაგალითად თვიური შემოსავალი ჩემი YouTube-დან არის დაახლოებით რაღაცა ძალიან მიზერული რა, ძალიან მიზერული. აი ეს არის მეგობრებო მე ვინც მიხდის. დანარჩენი თუ კიდე ვინმე არის ვინც ფულს გადამიხდის, დამიკავშირდით მეგობრებო, შეიძლება მოლაპარაკებებზე წავიდე.
ხო, ოღონდ ეხლა ესე იაფად არა, როგორც YouTube-ია. არა, ეგრე იაფად არა, თქო ძალიან ბევრის გადახდა მოგიწევთ. რაც შეეხება ეხლა, როდესაც საპატრიარქო ვამხილე, ვინმემ გადამიხადა თუ არა, აი ესე პერსონალურად. მე გეტყვით, რომ ჯერჯერობით არავის არ გადაუხდია, საპატრიარქო რო ვამხილე პერსონალურად, თვით როგორ გითხრათ, აი ჩემს ფანებსაც არ გადაუხდიათ. აი ისეთ ხარ რომ აი თამარ რა კარგი გოგო ხარ რომ რაც მე ვერ ვქენი ის ქენი შენ და ახლა მე გადმოგირიცხავ თაკას. ასეთი რამე არ ყოფილა მეგობრებო. თუ ჩემს ფანებს რამეში გადაუხდიათ, ეს არის ჩემი წიგნის ყიდვა. და სხვათა შორის ახლა გამოდის ჩემი ახალი წიგნი, თინეიჯერის დღიურებიდან ქვია მას, ასე ფილმი კი არა და წიგნს და შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩემთან ეს წიგნი 25 იანვარს უკვე მექნება სახლში წიგნი. წიგნში მოთავსებულია ჩემი ლექსები, ნოველები, ნახატები და შეგიძლიათ გამიცნოთ მეგობრებო და თუ მოგეწონათ ჩემი ლექსები, მასში შეგიძლიათ გადამიხადოთ. რასად არის დედიკო? მე უნდა განახო ყველაფერი შენ, ისე ვერ იპოვე შენ ვერაფერს. აჰა. ხო, მეგობრებო. არ ჩახარ, არა, ნუ ნერვიულობ, ჩემო ლამაზო დედიკო. შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ დაგინახავენ, გაფწყინდება მთელი საქართველო. არა, რატო ისეთი ლამაზი ქერათმები გაქვს? მე არა მაქვს ესეთი ქერათმები. მე მარტო ჭაღარა მაქვს წინ, აი აქ. რა გინდა იმ დღეს იმხელა კარგი კომპლიმენტები მიიღე, რომ მე ეგეთი კომპლიმენტები არ მიმიღია, რა ლამაზი დედიკო ყოლიაო მითხრეს. ხო. ხო და მეგობრებო, ეხლა თუ რამე არის რა, ბიზნესები დავიწყოთ ეხლა. ფულების კეთება დავიწყო და დამაწყებინეთ ეხლა ფულის კეთებას. რატომაც არა რა, ვინმეს აწყენს ფული? არავისაც არ აწყენს ფული, მეგობრებო. აწი ხო არ ვიღებდი არაფერს. აწი უკვე ავიღებ ყველაფერს თანხის სახით. ხო. ხო, ეხლა მეგობრებო, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ბავშვობის მეგობრებო და დიდობის მეგობრებო, ნუ შეგეპარებათ ჩემში ეჭვი. თუ ვინმეს ფულის გადახდა გინდათ და რამე რეკლამის შეკვეთა ხომ, მობრძანდით ჩემთან, შემიკვეთეთ რეკლამა, ან გავუშვებ ან არა, ჯერ ფულს გადაიხდით, მე ან გამომივა ან არა ის რეკლამა და მაგაში უკვე ფულს უკან არ დაგიბრუნებთ. დარწმუნებული ყავით, რომ ისე გავაკეთებ, როგორც ყველაზე საუკეთესო ვერსია არის რეკლამებში. არა მეგობრებო, მართლა რეკლამებისთვის კი არ გავაკეთებ ვიდეოებს, არა. აწი მე გავაკეთებ ჩემი თავის რეკლამას და ჩემი თავის რეკლამაში თუ ვინმე ფულს გადამიხდის, მადლობას გადავიხდი. რა მოხდა? აი დღეს მაგალითად პატარა ბაჭია. კიდე გითხრათ დღეს მაგალითად ერთი ის მოხდა. მე ვაჩუქე ენოქის წიგნი და მაჩუქეს ბაჭია. აი ნახეთ რა საყვარელი ბაჭია. დედიკო ჩართე ეგ ბაჭია. ой, ფეხი მოწყდა. აი რა მაგარი ფულია. საკალელი გოგო ნახე. აჰა. ხო კარგი გაცვლა, ძალიან კარგი. მეგობრებო, არ დაიჯეროთ ხა. ყველაფერი ხუმრობა არის. მართლა რეკლამების გამო ნამდვილად არ გავიყიდები. ერთადერთი YouTube-ზე არის ცოტა ნერვებს გიშლით შეიძლება ეს ჩემი რეკლამები. სხვათა შორის Facebook-ზე შემიძლია ჩავთო მონეტიზირება, მაგრამ მაგის ნერვი არ მაქვს რა, ეხლა YouTube-ზე მონეტიზირება ჩავთო და რეკლამების სახით რაღაცეები არ მევასება ეს რეკლამა. რა მოხდა დედიკო? რა ფეხი იტკინა? ჩვენ ჯინაზე ეკეთებს ახლა რა. მოკლედ მეგობრებო, ჩემმა გოგომ რაღაცა იტკინა და უნდა წავიდე ხო ეგი მშვიდობებით. არ მithქვავს ნორმალურად არაფერი და გავაგებინო ამ ხალხს, ვერ იგებს ხოლმე მე რას ლაპარაკობს. ვიღებ თუ არა ფულს, აგერ დედაჩემს ეკითხეთ, ვიღებ რამე ფულს. ვინმე რამეს მიხდის იმაში რომ ეს დედამოტყნული საპატრიარქოს დედამოტყნული ხალხი რო ამხილე?
ვინმე რამე გადამიხადა მაგაში? ხო გადამიხადა, არ გადაუხდია არავის არაფერი და რაც ჩემი ფეხები გინდათ ვერ გავიგე რა. რატომ ავცელებ ჭორებს? იმის დედავატირე ვინც ჩემზე ჭორებს ავრცელებს და იმას დაემხოს ყველაფერი თავზე. აი ეგრე ვიტყვი მაგას.